მოგესალმებით, დაბრუნდი ისე Mafia 2-ით, მაგრამ ისტორია უკვე მოვჩით და ეხლა ვაკეთებ უკვე DLC-ზე, ანუ დამატებით რაღაცა ისტორიებზე ვიდეო, რაც შეეხება ჯოუს თავგადასავალს. გავაკეთე რაღაცა პატარა research-ივით, ანუ ვნახე ინტერნეტში და რაც შეეხება აი ამას, ანუ ჯიმის ღალატს და ჯიმის კიდე ვენდეტას, ესენი არის რაღაცა 15 წუთიანი პატარა მონაკვეთები ვიღაცა ადამიანზე, ვინც ისტორიაში ვაფშე არ არის, ანუ კავშირში არ არის არანაირად ისტორიასთან, პროსტა დევს რა ესენი ხა აქ, როგორც დამატებითი კონტენტი, პროსტა იმიტომ რომ იყოს. და არაფერი არ არის შესაძლებელი, დამატე ხა არ გადავიღებ და პირდაპირ გადავალ ჯოუს თავგადასავალზე და ვნახოთ თუ რა ხდება აქ კიდე და მანამდე, ანუ პროცესში რაღაცებს გეტყვით რაც შეეხება კომენტარებს და კიდე ჩემზე რაღაცებს. კაი, დავიწყოთ ხა აქედან Medium-ზე რა თქმა უნდა და ვნახოთ თუ რა ხდება და როგორი იქნება ჩვენი ჯოუს თავგადასავალი. სადღაც 6 საათიანი იქნება და იმედია რომ მოვჩები და შევძლებ რომ ეს მალე გავაკეთოთ ანუ ეს ვიდეო მთლიანად. კაი, 1945 წელი, დიდი ვარაუდით ეს არის უკვე ეს პერიოდი, როდესაც ჯოუს მეგობარი ანუ ვიტო წავიდა სხვაგან. და ჯოუ დარჩა მარტო აქ. რა თქმა უნდა, ქალთან ერთად იცება როგორ იქნება. ხო, კიდე მუსიკა იმიტომ არის მის რომ აღნიშნეს მეორე ქალიც ყოფილა აგერ. შენ გამორთეო მუსიკაო და ეგ საერთოდ არ მახსოვდა რომ კოპირაიტის გამო მუსიკა გავთიშე მე. What the hell? მაგრამ არც ხმარო არის მონდა არანაირი ეგ მიგვირს პროსტა. No. Fuck. ეს Everything all right, baby? მოიწეს This is Freddy's. სხვა მომენტია. Henry there. Hey, Joe. Nah, Henry ain't here. Shit. But Luca's looking for you. Hold on a მოკედა second. პაუზება მომიწია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ჰერის იჭერენ, Listen, იმიტომ Vito რომ just got pinched. That's why I Already? Shit. უკვე დაიჭირესო? კაი, გაჩნდა მომისმენე. Vito did with the gas stamps, right? We just Oh, said I- that somebody decided to squeal. Who was it? Some guy who works at the gas station in your neighborhood. Kill the fuck. მოკლა No, მაგას. you won't. არა, You're არის just ამო. gonna send him a message. მესიჯი გაუგზავნე პროსტა. Let him know who he's fucking with. გააგებია თუ ვისანაც აუსაქმეო. But don't kill და the guy. არ მოკლაო რა პროსტა ძალიან მაგად გალახეო. Got it? ესე იგი, ბენზინგასამართ სადურზე ხოლ დავდიოდით ჩვენ და რაღაც ჩეკები მქონდა ეგ იმისათვის რომ გაგვეყიდა ჰერისთვის. Where the fuck? ხო და ვიღაცამ ჩაგვიშვა. და ეგ მომენტი არის, როდესაც დაიჭირეს ვიტო, მაგრამ მე რატომღაც მეგონა რომ ეს არის, ჯო იმით თამაშობ ჯოუთ, რა თქმა უნდა ხა. მე რატომღაც მეგონა რომ ვითამაშებდით რაღაცა, ანუ ამერიკა ყველაფერი საერთოდ. ესე იგი ჯოუ და თავგადასავალი ამის ზოგადად იქნებოდა იქედან, როდესაც დაიჭირეს პატარაობაში ვიტო. მაგრამ როგორც ჩანს ეგრე არ არის. კაი, ვნახოთ ეხლა რაები გვაქვს ჩვენ აქ. ხოლოდ ორი ზმანი ესე რომ ვთქვათ, მოდი ეს ჩავისვათ. ტიპიური, რომელიც აცვია ხოლმე ყოველთვის ფაქტობრივად ჯოუს. და გავიგოთ ეხლა რა ხდება. I ought to call the cops. You're just jealous. გოგოსთან გავიგონეო შენი ხმა გუშინო რა და პოლიციას დაურეკაო და შენ პროსტა შენს გინდა დაურვა და მაგიტო ეხლა გაბრაზებული ხარო. If Vito goes down for this asshole. ამის გამო თუ ეხლა ვიტო დაიჭირესო, ცუდად იქნება საქმეო რა მაგისო. დაჟე ამას მანქანის მართლა შეუძლია ჯოუს, იმიტომ რომ რა მე როგორც ვიტო მე ვატარებდი სულ მანქანას და ეხლა მიგვირს რომ ეს ატარებს. ესე იგი მისია რა არის ჩვენი. უნდა წავიდეთ ჩვენ ბენზინგასამართ სადგურთან, აგერ არის ბარემეგ და მან მივალე ხა, მაგრამ თან კიდე გზაში მოგვიყვებით რაღაცას. ესე იგი კომენტარებში წამოვიდა ეგეთი რაღაცა ამბები, რომ Mafia 2-ო ერთი თვე თამაშობო და ერთი თვე ვიღებო ფაქტიურადო რომ დაგეხურაო და ვიცი ხალხო, ანუ მესმის და ვიდეოებს არ უყურებთ, იმიტომ რომ ვიდეოში ვამბობ ძალიან ბევრჯერ იმ ფაქტს, რომ მეთქი არ მცალიათ ხო, იმიტომ რომ მაქვს უნივერსიტეტი, ვარჯიშობ კიდე, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მეორე არხიც მაქვს პლუს და მაგის გარდა გამოცდები მოდის ეხლა მეთქი და შესაბამისად არა მაქვს იმის დრო, რომ ვითამაშო ყოველი, ანუ მთელი დღე ფაქტობრივად 24 საათი Mafia 2 და პლუს კიდე ვაედითო, რომ დღეში დავდო რაღაცა 10 ეპიზოდი და პლუს კიდე 10 ეპიზოდის დადებას დღეში არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ პროსტა არ გავარდება, ანუ for you-ზე და რეკომენდირებულებში არ იქნება ეს ვიდეოები. ნახავს რაღაცა 5-6 კაცი და შეიძლება შენ არ გამოგიგდოს ეხლა თუ რა თქმა უნდა ზარი არ აქვს კიდე გააქტიურებული და ზარიც რო ქონდეს გააქტიურებული, მაინც დიდი ვარაუდით ვერ ნახავ ვიდეოს, იმიტომ რომ 10 ვიდეოს დადება YouTube-ზე დღეში რეკომენდირებული ისედაც არ არის. ხო და არ ვიცი, ანუ მეტი რანაირად უნდა აუხსნა ის, რომ დრო არ მაქვს და 24 საათი Mafia 2-ს ვერ ვითამაშებ და ამას ვერ ვაედიტებ. თან კიდე 3 საათი და 4 საათი იკარგება მარტო იმაზე, რომ ჯერ გადავიღო, მერე ვიდეოს მეორეჯერ უყურო, მერე დავაედიტო, მერე დავარენდერო და მერე კიდე გადავხედო ვიდეოს, რომ შეცდომა არ გამომპაროს. რაც ზოგჯერ მაინც მეპარება ხოლმე. ხო და არ ვიცი, ანუ რანაირად აუხსნა მეტი, მაგრამ რა სიზამე ხარ. კაი, აბა
ანუ ეგ ცუდად არ გამიგოთ, პროსტა დავიღალე რა ერთად იგივე ის სულ. უნდა ვილაპარაკოთო ჩვენო. როგორ აუ ეს ჯო რა იდიოტია. აქ მოეთრიო შეპატარა ნაბიჯვარო. ეს ჯეტია არის? ჯო ვადიკი ძმა Kill this little prick. ყველანაირად მოუხერხებელი როგორ უნდა იყო ხელაკაცი. აი ნუ მე დოჯით ვარ ფაქტიურად ეხა ამით ეს მოუგებ რა დავეწევი და თუ არ მომასრიელა ძალიან ეხა და გადავალდი რაღაცა თხრილში მაშინ მოუგებ. ხო და ამას კიდე რა შეიძლება ანუ ამ დამატებით მისიებს ესე იგი ვიმე Day, another trip to the body shop. Let's try this again. არ მოკლავ ხო გითხრეს I swear. მე არ ყოფილიო რომ Please, it wasn't me. მე არ შეიძლება ჰენრი იყო ვაფშე მე არაფერი არ მეთქვია ვარავის ისო უნდა მიჯერო სტენი იყო Sorry, pal. I heard that one. მაგან მოიტანაო და გავეგონიო მე არ ვიტყუებიო სტენი იყო ვინც პოლიციას უთხრა მე არ ვიყავიო რა Where's Stan right now? His shift just ended. He's heading straight to the train station, catching the 5 o'clock to Brooklyn. მატარებლესად გუშინ მიდისო ეხაო რა Know what's gonna happen if you're lying to me. და დაუშვითო დაგიჯერეო რომ სტენი იყო მართლა და რა სად არისო და ნუ მატარებლის სადგურზე მიდისო და კაიო რა წავალო ეხა ვნახავ მაგრამ თუ იტყუებიო ხო იცი რაც მოგივაო და ამ დამატებით მისიას კიდე რა შეიძლება როგორც გითხარით დაახლოებით 6 საათიანი არის მაგდენი ხანი გრძელდება შესაბამისად კიდე გეუბნებით ეხა სანამ კომენტარები წამოვა იმასთან დაკავშირებით რომ ამ პატარა მისიასო და მისიებსო ანუ დიდი ხანი ვერ ამთავრებო და კიდე ერთით ვეხურავო გეტყვით იმას რომ 9-დან კიდე გეუბნებით მეწყება საკმაოდ რთული გამოცდები და არა მაქვს იმის დრო რომ დიდი ხანი ვითამაშო ეს მეორეჯერ კიდე იმიტომ ვიმეორებ რომ არის ხალხი ვინც ვერ იგებს და მეგარი და ეგ ანუ როცა ვიწყებდი მე ამ YouTube-ის არხს ზოგადად და ვფიქრობდი იმას რომ მეთქი თამაშებს გადავიღებთ ხო არ მქონდა გონებაში ის აზრი რომ ესეთი კომენტარები იქნებოდა ცუდი არაფერი რა თქმა უნდა ეხლა პროსტა მინდა რომ აუხსნა მაინც მე ჩემი სათქმელი აუხსნა რა რომ მე არ შეიქნას ეს რო თქვა და ცუდი დამოკიდებულება ან რაღაცა მსგავსი ჩემდამი ხალხის მიერ ამ პირიქით ხო და მივიდეთ ახლა ჩვენ მატარებლის სადგურზე დაახლოებით ვიცი უკვე ეგ სად არის იმიტომ რომ როცა ისტორიას გავდიოდი ლეო რო იყო ერთ-ერთი იქ მივიყვანე ეგ ლეო და შესაბამისად და მახსოვს თუ სად არის ეგ ადგილიც რაც შეიძლება კიდე მართლა მაფია 2-ის ისტორიაზე მთლიანად ესე იგი კომენტარებში წამოვიდა ეგეთი რაღაცა საუბარი კიდე იმასთან დაკავშირებით რომ ვითომ რატო არ მოგეწონაო რა ანუ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მაფია 2-ო და კიდე გეუბნებით ანუ ვიცოდი ეგეთი კომენტარი რომ წამოვიდოდა მაგრამ ინდივიდუალური არის რა მე იმას არ გულისხმობ რომ შენ ეს თამაში არ უნდა მოგწონებოდა მაგრამ იმის თქმა რომ შენ რატო არ მოგეწონაო და შენც უნდა მოგწონებოდაო კიდე გინდა თუ არაო ანუ არც ისე სწორი არის ჩემი აზრით პირადად მე არ მომეწონა იმდენად ეს თამაში როგორც მაფია 1 იყო მაფია 1 აი მართლა ძალიან მაგარი იყო მაგრამ ეს თამაში ცოტა უფრო არ ვიცი აი ჩვეულებრივი არის რა ისტორიულად ეხა ცუდი არ არის მაგრამ იმდენად გავს მაფია 1-ს რომ ძალიან მოსაწონი და რაღაცა ვერ ვნახე ვერაფერი აქ ალბათ 10-დან 7 წაუწერდი ოღონ აი კარგ 7 I just want to talk. ლაპარაკი მინდაო პროსტაო You're starting to piss me off. რა შეიძლება კიდე აქ ადამიანებს ანუ ეს პერსონაჟები ვინც არიან რა თქმა უნდა კარგი პერსონაჟები არიან მაგრამ ერთი მინუსი ისაა რომ რატომღაც აი უფრო პირველის მირჩევნია და პირველში უფრო კარგად იყო ეგ პერსონაჟების განვითარება და ბილდაპი რა მაგ ქარაქტერების ვიდრე იყო მაფია 2-ში და შესაბამისად იქ უფრო დამამახსოვრდა ეს ადამიანები ვიდრე დამამახსოვრდა აქ ესენი ჯო მსუკანი ხარ ძმა და ვერ დაეწევი ხა შენ მაგას ჯობი ერახი ამოიღო და ფეხში ესროლო თორე ეს გაიქცეო ეხა კაი ახლა მაგანში გაშინა ახალაგაზი იმედია მთელი თამაშის მანძილზე ეს დევნები არ იქნება ვიღაცა ხალხზე თორე მართლა დამღლელი იქნება მაფიას 3-ს როგორც ხარ უკვე გადავიღებ მაგრამ აუ ეხა აი დასვენებები ხო მოდის და სამსახურის პოვნაც მინდა კიდე პლუს და მაგის გარდა რომ ისეთი სიცხეები არის არ ვიცი რამდენად იქნება შესაძლებელი რომ აი ესე ჩემო თახში შევიკეტო ფაქტიურად ამ სიცხეში და მაფია 3-ს ჩავუჯდე მაგრამ ამას რო უჭველი მოვშები ეგ ფაქტი არის წაიქცა იდიოტი Watch where you're going. კაი ეხა გაჩერდი ან ჯო შენც კიდე ამდენი ხანი რა დარბი ხარ კიდე კაი არა და მეგონა რომ უფრო Real careful, Stan. ჰერიმ ჩაგუშო ჩვენ Leave town tonight, and you ain't gonna come back.
წადი ეხა ქალაქიდან უნდა აქ არ დაბრუნდე არასოდესო. The hell's that supposed მაგრამ არაფერს შეცვლისო მე რო წავიდეო. ეგ რას ნიშნავსო? არაფერსო. ეხლა 9 თითი დაგჭეო. Somebody else. Somebody who knows about a lot more than just the OPA robbery. DA says he's going to take down everybody. ერთი კაცი არის. ვინც ყველაფერი იცისო რა და Take down your whole operation. ჰენრიზი არის მე მგონი ლაპარაკი აქ კიდე. Who is this guy? ვინ არის ეს ტიპია? არ ვიციო. Oh! I heard the cops. გავიგერო პოლიცია. The cops are keeping him safe somewhere. პოლიციას ყავსო რა დამალულიო რაღაცაო. You're not. Remember that. Now get your ass up. გაეთრი ეხა აქედანო რა. ანუ წაყევიო რა მაგმენტარებელსო და აქ არ დაბრუნდეო და აქ ეხა ორი ვარიანტი არის. შეიძლება საუბარი იყოს ტომიზე, იმიტომ რომ ტომისაც პოლიცია იცავს, ანუ მაფია ერთიდან და ეგ ხომ მოგვაკლები ის მე საბოლოოდ. ან შეიძლება საუბარი იყოს ჰენრიზე, იმიტომ რომ ჰენრის პოლიციელი და მაგასაც კიდე რა თქმა უნდა პოლიცია დაიცავს. ანუ დარწმუნებული არა ვარ ეხა რომელს საუბრობენ აქ. მაგრამ გონია რომ მაგორიდან ერთ-ერთი იქნება, მაგრამ უფრო ალბათ ჰენრი. კარგი, ეხა ესე იგი უნდა წავიდეთ ჩვენ დაურეკოთ ლუკას. ხომ არა აქ ტელეფონის ჭიხური გვირდება, აგერ არის მოიცა. ლუკა რომელი იყო აღარ ისა ბოსი არის მე მგონი ერთ-ერთი ჩვენი ეგ ლუკა. კაი, გადმოდიხარ მაქედან და დაველაპარაკოთ ჩვენ მაგ ლუკას. და რა აქვს თქვენი ჩვენთან დაკავშირებით. აბა? ხო, ნუ კიდე გეუბნებით ხა ჰეითი იქნება ალბათ იმასთან დაკავშირებით თუ რატო არ მომწონს ვითომ მე ეს, მაგრამ $500 უნდა ერთ ტელეფონის ზარს? 25 ცენტი გამომართო კაცო. აბა 500 რატო ეწერა იქ? This is Freddy's. ფრედი არის. ჯო, ლუკასთან საუბარი მინდა. Hold on. He's right. თორე ხანი მოიცედი აქ არისო. Joe. ჯო, გააკეთე ყველაფერი? ხო, მაგრამ ვიღაცა არის კიდე. Grease Monkey said the DA's got somebody else. Somebody who's going to take DA-ს ვიღაცა ყავს. ისეთი კაციო, ვინც მთელ ოპერაციას არ მისეს აიღებსო. რიჩი მაზეო. წინათვეს აიღესო ეგო რა. იდიოტი არისო, მაგრამ ჩაგუშვებსო ყველასო. ნახე სადღავთო ეგო რა, ანუ ეგ რიჩი მაზეო. Yeah, I got it. და დარწმუნდიო რომ არ დაელაპარაკება არავისო. From Vito? ვიტოსკანო გაიგერა მეო და შენო მოკლედ მიხედეო მაგ მაზეოსო და ვიღაცასო რომ არ ჩაგვიშვასო და ვიტოსო კიდე მე მიხედავ და მე დაველაპარაკებიო. კაი, არა პრობლემა. გადი, ქალო, იქით რა, მანქანის წინ დამიდეკი. ლამაზი მანქანა მაინც იყოს, რომ ფოტო გადაიღონ რაღაც ეგეთ. ეხლა ესე იგი მიდივარ ჩვენ რო ვიპოვოთ ერთი იდიოტი კაცი, ვინც დიდი ვარაუდით ჩაგვიშვებს, ან ჩაგვიშვებდა. სხვადასხვა და მომენტ რა ეს ზამთრის შეგრძნება ამ თამაში. და ახლა სიცხეები რო არის, ეს ცივიფერები და ეს თოვლი ცოტა უფრო მაგრილებს დავით მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლაპტოპი ხარი ძალიან გახურებული სწორედ აი ამ სიცხის გამო. სხვადასხვა არ ვიცი რამდენს გიცდიათ აი ესეც სიცხეში მეცადინეობა რაღაცა მსგავსი, მაგრამ აი რა საშინელებაა პროსტა ვერ წარმოიდგენთ აი სიცივეში. კიდე უფრო კაი არის, ამ ცოტა რაღაცა მუღამი აქვს, მაგრამ აი რო რაღაცას მეცადინეობ და დამჯდარი რო ხარ პროსტა არაფერს ვერ აკეთებ გარდა კითხვისა, ან წერისა თუნდაც და აი ოფლი რო გასხამს, რა საშინელება არის. თარმითუმდეს გამოსები რო არის რა. ეს რა ხდება, ანუ ესეთი ისრები რატო აქვს ამას? Captain, when he put me on babysitting duty. Take that up with the DA, pal. Star witnesses come by. Besides, I could think of a lot worse than playing cards with the fellas all night. Wait, ძალიან All I'm ახლოსაა. saying is, I got better things to do than babysit some wise guy stool pigeon. All right, come on, just spill the beans already. Wait, You know what? Maybe you'll get lucky and a truckload of wise guys will show up, shoot the place up good. შეიძლება გაგიმართლოსო ხალხი მოვიდესო და მთელი ადგილი აიღონო იარაღებითო. შენო ესე იგი კაცისო Don't mention it. გაბედნიერება იციო მართლა. ხო, ნუ იტყვიო. Shit, I gotta find some wheels. გავყვეთ ახლა მაგათ. ეს ვარდისფერი მანქანა რატო აქვს ის ამხლა დეტექტივი კაცი არის? სო ეგარი. კაი, თუ სალმე წავლენ ახლა წავყვებით ეგრევე. პოლიცია აგერ გვერდი გამიარა მე მგონი, მაგრამ ვერ დამინახა. დავай. პოლიცია მოიცა ერთი წამი. ჯერჯერობით საინტერესო არ ხდება არაფერი. ანუ ისეთი განსაკუთრებული რაც თუნდაც მაფია 2-ში იყო, როგორც დასაწყისი თუნდაც. მაგრამ დასაწყისი არ მომეწონა დიდად მაფია 2-ში, რაღაც ძალიან სისულელე იყო ჩემი აზრით. ნუ ეხა ისტორიის მხრივ კაი იყო, მაგრამ აი მოძრაობა, იარაღის როლი და რაღაც ეგეთები იყო აი ძალიან საშინელება.
ეხლა პროსტა რაც ხდება არის რომ აი დავსდევართ ხალხს და მეტი არაფერი. ჯერჯერობით, მაგრამ საქმე ისაა რომ საქართველოში როგორც ვიცი და როგორც კიდე კომენტარებში აღნიშნეს, მაფია 2-ის ეს დამატებითი მისიები გადაღებული არავის არ აქვს და როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში ხო და თუ გადავიღებთ საბოლოოდ მოუჩები კიდე ამას, იქნება საკმაოდ კარგი. რომ აი, დავი ექსკლუზიურად იქნება ალბათ ამ არხზე. კინაღამ დაეტაკა ნახე როგორ ჩაუჭრა ტიპო. ეს კიდე როგორ დადის ამ თოლში? ან მოსრიალდია რაღაცა. ბიჭო, საჯანდაბაში მიდიან ეს ადგილზე. აქ ცხოვრებაში არ ყოფილი ვარ ამ ხელაზე გამოსული და ან ნუ გარემო ლამაზი არის ეხა თოვლის გამო და პლუს კიდე აქ ნაყოფი არა ვარ და შესაბამისად აი არის ყველაფერი, მაგრამ სად მიდიან ამ ხელაზე რა ადგილი არის ეს? აი მე გამომეკიდეთ ხო, მაგრამ ისინი რო გარბიან ეგრე იმას არ გაეკიდო. ჩემზე ჩქარო დადიან. აუ ესენი ხა ხელს შემიშლიან ეს პოლიციელები. გადი რა გამანებით აბა შემოხვიდე აქ. აუ აქ შემოდის ტიპი. სად დავიმალო ხა ამ პოლიციას რა უყო? თან მიჩვენებს რომ ახლოს ახარო ძანო მაგათთანო. გამონები ძმა თავი რა ოფროუდობა მოგინდა ეხა. ეხა გადაერია ეს პოლიცია. რომ უკლა უფრო მეტი გაეჩიტება აქ მე მგონი და. თორე არ არის პრობლემა. იმედია მისია დაიწყება და მომშორდება ეგენი, თორე აი არ ვიცი. თან კიდე ხა ისეთი სიცხე არის, კიდე ბევრჯერ აღვნიშნე, მაგრამ მაინც ავი. როგორ რა ვარ იცი, აი ყურებზე ხომ მიკეთია ყურთესმენები, რომ ხმა გავიგონო კარგად და მიკროფონში არ ესმოდეს თამაშის ხმა კიდე მეორეჯერ. ფაქტიურად ყურებიდან უნდის ოფლი. არა დილა არის, ხა არის რაღაცა 10 საათი ზუსტად, ხო? აი მოვიდით აქ, როგორ ჩანს რაღაცა შემოღობილი ქონიათ შუა ტყეში და ეს უნდა შემოგრიო ხა თუ არა. უნდა ვიყოთ გზაში იმით. პოლიცია აღარ მოძებს ხო? არა. კაი. კაი. აქ ვერ მივდივარ. იქეთ გზა არ არის. ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა გავამტრივოთ ეს კარები როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა. აი ერთი მანქანა ხო ვერ შევინარჩუნე ისე რომ არ დავამტრივო. არ მივიღაც ზუდაკები, ან კიდე მეუბნება თამაში რომ მისიიდან გამომდინარე უნდა დავამტრივოთ კარები. არა. მაშინ გამოდი. მაშინ წავედით აქეთ. არადა საინტერესო იქნებოდა რომ გააკეთებინათ ისე რომ მე ნახა თუ ჯო რას აკეთებს, როდესაც ვიდეო წავიდა ჯარში. ანუ როგორ გამდიდრდა და როგორ მოიპოვა ამდენი ფული და რაღაცები, ანუ ესეთი სტატუსი საიდან აქვს. კაი იქნებოდა რომ მე ნახა, მაგრამ ანუ ესეც არ იქნება ალბათ ცუდი რომ აი მივყვეთ ამ მისიებს. ჯერჯერობით საინტერესო არის ყველაფერი, ნახე რა ვერა ლამაზი არის. ჯო არა ვონ. ანუ ადგილი არის ლამაზი რა. თოვლის გამო. ეხა უკან როგორ წახვალ? არა, ჯოუსგან ისე არ წარმომიდგენია ეს რაღაცეები. ყველები გამეყინაო აქ. მე ვაკავარო და ისინი სახში არიანო რა, თბილადო. კაი, ესე იგი მოკალიო ვინც მოკლედ ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ ფაქტიურად ესეთი რაღაცა ვქნათ. როგორც ჩანს კიდე დრო არის დაწესებული და ალბათ მალე უნდა ვიპოვოთ ის ტიპი, თორე სულად იქნება ჩვენი საქმე. მაგრამ არ მგონი ეხლა მე დროში ჩავეტიო აქ, იმიტომ რომ ტომიგანები აქვს ამაც და. აბა ჯო, შენ თუ სნაიპერი ხარ ახლა როგორც ვიდეო იყო, გავტესტავთ ეხლა მაგას. გამოყავთ რავი. ვაი. საიდან მოსრონ არ ვიცი, მაგრამ ტომი განაიღოთ ახლა უცებ და მოვუგვარებ მაგ ყველაფერსაც, ვინც საიდან უნდა მესროდეს. ბიჭო, გადამროს ეს თამაში და ამის როლები. ვიღაცა ჩემ ზემოთ არის კიდე მე მგონი. და ერთი არის კიდე ჩემ წინ თუ ზემოთ არის, ეგეც არ ვიცი, მაგრამ რაღაცა აქ რო არის დამალული, ეგ ვიცი. მე მგონი ამის აგე. ეგ არის ვსო. დრო რატომ აქვს დაწესებული, არ ვიცი, ანუ კი შეიძლება რომ გაიქცეს ხა ეს ადამიანი ფაქტი არის, მაგრამ ცოტა უაზრობა მგონია დროის დაწესება. იმიტომ რომ ვიდეოთი რო თამაშობდი, იქ არ იყო ესე. და რატომღაც კიდე ჭედავს, მაგრამ ანუ FPS-ი არის ძალიან დაბალი და ესეც DLC-ს გამო არის ან აუ, კაი რა.
როგორც ჩანს, სტელსის დახმარებით და შემოძრაობა გავსულიყავი აქ, მაგრამ FPS რასაც გეუბნებოდით, არ ვიცი რატო არის ეგეთი დაბალი FPS-ი, ოსა იქ გავდიოდი. აქ რა უნდა ვქნა ხა. შეიძლება თოვლის გამო არის, ან შეიძლება იმიტომ რომ ლეპტოპი გადახურდა ძალიან თქო. ხელით რო ვალდებ ხა, ხელს რო ვალდებ პროსტორეთ, ცოტა კი ეტყობა სიმხურვალე, მაგრამ ისეც არა რომ FPS-ი ძალიან დაბალი ყოფილიყო. აი, აქამდე ჩამოვიდით, ან ფაქტობრივად მოვიდით იქ, სადაც Hey, that reminds me. You got that $20 you owe me? we know. Can you wait till payday? That's funny. That's what you said last time. Yeah, well, I had it for you last week. საიდან მოდის ეს? I was on vacation, so you spent my money again. Remind me to try that one on the Shylock. Hey, it's not like გადი. I was out with this broad. So you used my 20. ეხლა ტაიმერი არის გვაქვს, ეს კაია. Yeah. და აქ მომკლენს რაღაცა აქ მომკლენს. ზოგადად სტელსი არ მომწონს ხოლმე, მაგრამ How long you think until this prick has to testify? Yeah, speaking of that, why the hell aren't the feds taking care of this? Fucking fine. Now what am I? აი ამას მოკლავ და გაგრას კიდე მივალ იმ ადამიანთან, ვისაც უნდა მივიდე. შეიძლება რაღაცა დამატებითი ფულის გადაგვიხადონ. რა? ბიჭო, გამომაშტერებს ეს თამაში გეუბნებით. გამოდი აქედან, გამოდი, გააკენსელე, გამოდი ძმა. რატო ხნა ესე ვერ ხვდები პროსტა? არა და ვიზახოდი რომ ჩუმო თუ გავაკეთებ, საკმე შეიძლება მეტი ფული მომცენ თქო და რა ხნა ძმა, ანუ ვერ მოკლა რა. Iron Man-ი არის და რაღაცა რკინის ის ეცვა თუ რა რატო ვერ მოკლა ეგ? ნუ აი ან მისე მაინც შევასრულე. რაჯენდა ბასელოდებიო ეს როლი თუ მაგასო. უნდა მისცადეთ თქვენ. ნუ დაგიცვა ეგ ფაქტობრივად წინ გადაგიდგა. მოიცა აქ რო ხა მე ჩუმად გავსულიყავი, იგივე რაღაცა მოხდებოდა, თუ მოვკლავდი ამას. ეგ სენდერესოა ესე. მაგრამ აუ რა ქნა ძმა. მაგრამ მეოჯერ თამაში ეხება და მეზარევა. აი ჩვენი დანგრეული მანქანით გავყვეთ ხა ამას და რა შვება ეს მანქანა ბიჭო. აი რაღაცა ჩინური მანქანები რო არის, Yang Wengyo რაღაცა მსგავსი და რომ დახტუნავს. ეგეთი რაღაცა იჭალიჭე ხა ამას. და მე მგონი სეტინგებში, ანუ რაღაცა ხო სეტინგებში არის ეგეთი რაღაცა რომ რეალიზმის ჩართვა შეგიძლიაო. და როცა მაგას ჩართავ, მე ანუ არესილებს რომ მანქანა ეგრე ძანო და პლუს კიდე არც იხტონავებს, მაგრამ ესე რატომ დახტუნავდეს, ანუ პროსტა ვერ ვიაზრებ მანქანა რატომ დახტოდეს ესე. აკადავარდა? შკარა იარეო და რა ვქნა ძმა, აი ყინულზე ხა ამ მანქანის იარული? ვაიმე გადავარდები წყალში მე. აგერა, ხედავ, სო. ლოკდინი ვარ უკვე, ანუ ჩაკეტილი ვარ ამ მისიაში. ჯო, ნუღრიალებ, ვერ გაიქცევა ეგ. ვაიმე, აი ვიდეოს გამო თურმე რას ვაკეთებ და ბოლო ნაწილში მე რა ემართება ჯოუს ვიდეოს გამო ეგეც. ნუ, პრინციპში ჩვენც ვღალატებთ, მაგრამ მაინც. რამდენი ხანი უნდა იხდუნავს ხა აქ არ ჩავარდება სადმე ჯერჯერობით ხა მთელი ეს მისიის მანძილი ანუ ნახევარ საათია მგონი რაც ვიღებ და ფაქტიურად ვიღაცებს დავსდევთ. იმედია რომ საინტერესო გახდება მე და მთელი თამაში ესე არ იქნება, მაგრამ მაინც. რო ვესწავლო არა, ან რო გადავაგდო წყალში რაღაცნაირად. ვაჰ როარს გაწყდა კიდე ეს ყინული ამდენი ხანი. ახე პოლიცია ხა მე გამომეკიდებოდა ამას არა. დაჟე გზა დავუთმო ამას. აუ მე გადავებიან ესენი. რა თამაშია? ესე იგი სხვა მაფიის წევრებს პოლიცია ეხმარება, მე კიდე მკლავენ. პროსტა იმიტომ რომ ოდნავ ჩქარა წავოდის რაღაცა. ჯო მოსრიალდი ან იქნება ამოვალტრიალო რაღაცნაირად. ჯო, ესროლე, ძმა, იარაღი, ერთხელ მაინც ისროლე. ნახე, აუ, ტიპები.
გადი ეხა ექტორი შენ გესვრი. მაგრამ ჯო არაფერს არ აკეთებს პრინციპში და რა უნდა ვესრულო ამას. კაი, რამდენი ხანი უნდა ვსდიო ეხა ამ ტიპს, ანუ პროსტა დამღლელი არის უკვე. არ ჩერდება თან, ანუ არც არაფერი არ ემართება და რა უნდა გავაკეთო ეხა რო დავეტაკო, მე მოვკვდები კიდე და ეს გადარჩება და მე კიდე მომიწევს რომ თავიდან გავიარო ყველაფერი. ნახე მოტორიც გამოჩნდა უკვე აგერ. კიდე აგრძელებს სიარულს. რამეს არასდროს ხარ ვაკეთებ და უნდა ვსდიო მართლა ამდენი ხანი ამას. კაი ჯანდაბა სამ საქამდეც გავტანთ და საქამდეც კიდე მანქანა გამიძლებს გავეკიდოს. არც იმტრევა ეს ტიპი არც ჯო არ ესრის. არ ვიცი. Sorry, Chief. კიდე კაი. ეხა ფეხით გარბის. ბიჭო, გადამროვის ეს დამაში. კაი რა. დაარტყი ადამიანი. აх. ეხა რა იყო ხა ეს? ახე მე და კიდე მე მომზდევს პოლიცია. იდე კაი, აჰა, მოვშეს ეს მისია. მანიაკი არის ოს უნდა მოკლედო. კი ძმა მოკლავ აუცილებლად შენ. ეხლა წავიდე ლუკასთან. აქ სეივი და რაღაცა არ არის? გადი თიკეთ. არ მინდა რომ მოკლად ეხლა და გაიწიეთ. იმედია გადავშევი. კაი, ლუკასად არის თუ არა, ახლოს არის. კაი, მოდი მივიდეთ ახლა მაგასთან და ვიდეოს წინ გაგას დავამთავრებ. თორემ მე ძალიან იწელება და თან კიდე აქ როგორც ჩანს შენახვები არ არის. იქ ავტომატურად ინახავდა ხოლმე, მაგრამ ეხლა აქ არა. და როგორ უნდა მივიდე მან ხო შეიძლება რომ მაპი იყოს. კაი, მოდი სანამ ახლა პოლიცია მოვზდევს, მე თვითონ მოვნიშნავ და გავყვები მაგას. თორემ ისინი არ მოშორდებიან ახლა მე. არა და უფრო აი ვიდეოს პროცესში ან ვიდეოსთან უთამაშობდი, მაგ დროს პოლიცია ესე გამწელებული არ დამზადდა ხოლმე, მაგრამ აქ ახლა უფრო აი რაღაცა გამგელებულები არიან, ტიპები ოღონდ დამიჭირონ და რაღაცა მომიძებნონ და დაჟე მოვლიან და თვითონ ჩამოიდებენ ნარკოტიკებს მხოლოდ იმიტომ რომ დამიჭირონ. და ეგ ცოტა უცნაური არის, მაგრამ არა უშავს. მიოჩევი მაგასაც პრინციპში. მაგრამ კიდე გეუბნებით, მე უფრო მინდოდა და მაინტერესებდა ჯოუს ამბები, როდესაც აი სანამ ვიდეო მოვიდოდა აქ, თორე ეხლა ანუ ეს ამბები ფაქტობრივად უკვე ვიცი, იმიტომ რომ ვიდეო აქ უკვე იყო. ეხლა ვიდეო ციხეში არის, ლეოს ელაპარაკება და ლეოსთან რაღაცებს ამზადებს, რა ესე რო თქვა. ხო და ესენი იმდენად საინტერესო არ არის, ჯერჯერობით. კაი, აბა. You want to argue with the boss, Henry? Huh? ბოსთან გინდა უკამათიო ჰენრიო? ხო და მასეო რა. Well, აბა. It's done. დავამთავრე სამუშაო. კარგი ოჩახო. So, what's happening with აბა ვიდეოსთან ახდებაო. ვიდეო ამას არ აინტერესებს. He'll be out in no time. საუკეთესო მოგელ ადვოკატი ყავსო რა, ძალიან მაგარიო. მაგრამ პირიქით ადვოკატმა ჩაგვსო ჩვენ ციხეში აქ. 10 წელი ციხეში. ხო, ნუ ამ კაცმა გაგვიჩალიჩა ჩვენ რა, ანუ როგორც ვიდეო გაგვიჩალიჩა. რა ჯანდაბა არის, შენ მითხარი რომ Lower your fucking voice. Second, we'll talk about it tomorrow. მოგელ ხო მითხარი რომ ციხეში ვარ წავიდოდაო და ჯერ ერთი ვაკ რა გაყვირებსო და მე მეორე კიდე მაგაზე ხვალ ვილაპარაკებთო. დამშვიდიო რა ჯერო. კაი, ის მოთხოვარი ნახეთ. ანუ ვიცოდი პრინციპში ან ეგ იდიოტი ნაბიჯო არისო რა. ვიცოდი პრინციპში ანუ პირველ ისტორიიდან, ვიდეოს ისტორიიდან. ეგ ისეც გავიგე და მახსოვდა. ეს ჰენრი. You hear what happened to Vito? კაი, იგივე თოცა დაემართაო. He was going to take care of everything and then he goes, shut your mouth and listen. მაგალ მითხრა ყველაფერს მოგვარებდა, მაგრამ არაფერი არ მოგვარაო. ჯო გაჩუმდი და მომისმინეო. You just made Lucas hit list. What's that supposed to mean?
It means they're gonna kill you. ლუკას ხალხი მოკლავსო შენო. დიდი ვარდით გააბრაზიო ძალიანო ეგენიო. 5 წუთი გაქვსო სანამ მოვლიანო ეგენიო შენთან. მოვიდნენ არა პრობლემაო. რა სიზამო მოკლავ მაგათო? თუ მოკლავ რა გონია ვანო ხვალ რა მოხდებაო? შენ ეხა ორი ვარიანტი გაქვსო რა. ან წახვალ ქალაქიდან ან დარჩები და მოკლავენო. We're even now. ესე იგი რაც გამიკეთიო შენო რა მაგის მერეო ეხა ხო გაგვაფრთხილა ჩვენ რო ვითომ კლავენ და მაგიდან გამომდინარე ჩვენ ეხა წავიდა ქალაქიდან როგორც ჩანს და 5 წლის მერე მოვიდა დიდი პორცელი გაქვსო შენო ეტყობაო რომ უკან დაბრუნდიო ედი ამას შეხედეო პატარაც კიდე არ შესულ ხარ რა ცოტაც ის როგორ არის ჩემი ადგილიო როგორც ტელეფონზე გითხარი როგორც დადავე ისე არისო რა აგერ შენი გასაღებისა და სამსახურზე რა შეეხებაო დამშვიდიო რა სამსახურის გვაქვსო ორივესთვისო წაგიყვანოთო და არაო მე ჩემი წავალო რა ჩემი მანქანით სადაც ყავს მანქანაბა ესე იგი 5 წლით გადაიგარგა ესე რომ თქვათ გააკეთა რაღაცა საკუთარი საქმეები ალბათ იმ ლუკასაც კიდე დაავიწყდა ჯოუზე და ეხლა კიდე დაბრუნდა უკან წესით მე როგორც მახსოვს ვიტო ციხეში იყო დაახლოებით 2 წელი და 5 წელი ეს როგორ იყო დაკარგული კაცო ეხლა ნუ გადამრია კაი ეხლა ტუტორიალი იქნება ალბათ იმასთან დაკავშირებით როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ მეტროს სადგურები მეტროს სადგურები კი არა ესენი არის ესე იგი პატარ-პატარა მისიები რა ანუ ვიღაცა კაცები არიან ამათთან უნდა მივიდეთ და ნენელა უნდა ვასრულოთ მაგათი მისიები იმისათვის რომ ნუ მთელი ისტორია გააგრძელდეს რა ესე რომ თქვა ცოტა უცნაური ტაქტიკა არის მაგრამ რაღაცას მე ნენელა მივხვდები მოკლედ ეხა ეს ტიპი გვეუბნება ეგეთ რაღაცას რომ მოგესალმებითო ესე იგი ჩვენ ცივილიზაციაშიო გარეთო მანქანა დაგიტოვეო და როცა მორჩები უკვე ამ ქალაქის თვალიერებას მე სახში წადიო და ესე იგი სამუშაოები გვაქვსო რა შენთვის ტუტორიალები ეხა რა თქმა უნდა არ ვიცი ესენი ვინ არიან კიდე სამნი ხარო Yeah, you forgot to pay the toll. That'll be $5. $5 იქნებაო. მე არასწორი კაცი ვარო რა. ვინ არის ესენი? გამონები თავი. ჯოუ თან heavyweight-ი არის და წესით უნდა მოუგვა მას ძალიან მარტივად. ერთი მოქნევაც უნდა იყოს საკმარისი, მაგრამ თუ არ არის ეგეც არა პრობლემა. დაჭექი ძმა ძირს. ტუტორიალები არ მაინტერესებს. იმედია რომ ეგ $5 ღირდაო. უფრო რაღაცა არკადეს სტილი აქვს, ანუ პატარა რაღაცა მინი თამაშივით არის ეს დამატებითი მისიები და ეს DLC ვიდრე ისე რომ აი ნამდვილი ისტორია ვითარდება აქ. ესენიც მოვყალით. ეხლა მანქანაში უნდა წავიდე. ოპა, კოროდი არის. და მოვშევი ამ ვიდეოს ეხლა როცა ჩავიძები მანქანაში გაგრეს. აბა, ჯო. ცოტა გასაგებულ ხარ ისე. ნუ ტუტორიალები არ მაინტერესებს რაღაცა ქულების დაწერა არის ეგ. ესე იგი, იმედია რომ ვიდეო მოგეწონათ, იმედია რომ კიდე აქედან გამაგრძელებიობს და რაღაცა ბოლოდან არ დამაწყებიებს, მაგრამ მაგას კიდევ ვნახავ. თუ მოგეწონათ ალაიქეთ ვიდეო, ვნახოთ ეხლა ამ ვიდეოს და ამ თამაშს ეხლა გავაგრძელებ თუ არა მეც, გააჩნია კიდე გეუბნებით როგორ განვითარდება აქ ისტორია, თუ რაღაცა მინი თამაშივით იქნა და დიდი არაფერი არ იქნა საინტერესო, რა თქმა უნდა, ალბათ არც ეღირება, მაგრამ მაინც თქვენ კიდე აქტივობას დაველოდებით და ვნახავთ თუ როგორ მოგეწონებათ. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.